საღამო მშვიდობის ძვირფასო ტელემაყურებლებო, მოგესალმებით ყველას ძალიან დიდი სიყვარულით. თქვენ უყურებთ საავტორო გადაცემას სათნოების საათი, მე მისი ავტორი და წამყვანი ციცი გურიელი გახლავართ. დღევანდელი ჩემი არაჩვეულებრივი სტუმრები, ულამაზესი ქალბატონები, მინდა წარმოგიდგინოთ, არა მარტო ულამაზესები, უნიჭიერესი ქალბატონები. ქალბატონი ნინო მოდრეკილაძე, პოეტი, გამოცემული აქვს ერთი საბავშვო წიგნი, რომელმაც გოგებაშვილის პრემია მიიღო. ასევე 4 ლექსების კრებული, ლიტერატურული ჯილდოები, წლის ხვარამზე, ქუჯის ლექსების გამოფენის, წმინდა ნინოს ჯვრისა და ოდეონის გამარჯვებული გახლავთ ქალბატონი ნინო. შიდა ფესტივალების მონაწილეა, მუშაობს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების კოორდინატორად. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის და მეორე ჩემი სტუმარი, არაჩვეულებრივი ქალბატონი, რომლის გამოც ფაქტიურად დღევანდელი გადაცემა იწერება. ეს გახლავთ სოფო ბუკია, ემიგრანტი ქალბატონი იტალიიდან. 2018 წელს წავიდა იტალიაში, გახლავთ ძალიან სერიოზული შემოქმედების ქალბატონი. ამას ჩვენ გზადაგზა ვისაუბრებთ, რას მიაღწია ემიგრაციაში, რას გულისხმობს ეს მისი ლიტერატურული მიმართულებით მუშაობა და ყველაფერს აბსოლუტურად ამ ადამიანის მიღწევებზე ვისაუბრებთ. ძალიან დიდი მადლობა ნინო, სოფო, რომ მობრძანდით გადაცემაში. ნინო, შენ განსაკუთრებული მადლობა, რომ მომიყვანე ეს არაჩვეულებრივი ადამიანი სტუდიაში და უნდა ჩავწეროთ გადაცემა. ზოგადად მე ვარჩევ ხოლმე ჩემი გადაცემისთვის ადამიანებს. ვარჩევ ერთი ნიშნით, ვის როგორი დამსახურება აქვს სიყვარულის წინაშე. აი თქვენ ორივე ძალიან დიდი დამსახურება გაქვთ სიყვარულის წინაშე. ქვეყნის, ლიტერატურის, ადამიანების წინაშე, ღმერთის წინაშე იგულისხმება ეს, აი ამ სიყვარულში გულისხმობ მე ამ მიმართულებით სიყვარულს. ნინო, დავიწყოთ იქიდან, რომ თქვენ ჩვენი გადაცემა ძირითადად იმიტომაც იწერება, რომ არა მარტო იმიტომ, რომ სოფო ჩამოვიდა იტალიიდან და უბრალოდ თბილისში იმყოფება. ჩამოვიდა რისთვის? მოგესალმებით ქალბატონო ციცი, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. პირველ რიგში მეც მადლობას გადაგიხდით იმისთვის, რომ მუდმივად ხართ ჩვენი პოეზიის თაყვანისმცემელი, ჩვენი შემოქმედების მხარდამჭერი, ყოველთვის გვიწევთ გადაცემებში და გვაძლევთ იმის საშუალებას, რომ წავდგეთ ჩვენი მსმენელის წინაშე. რა თქმა უნდა, სიყვარულზე საუბრობდით და რა თქმა უნდა, სიყვარული არის ყველაფერი ამ სამყაროს მამოძრავებელი ძალა და აი ჩვენი სიყვარული, სწორედ ის სიყვარული არის, რასაც მეგობრობა ჰქვია. ჩვენ მე და სოფო ერთმანეთი გავიცალით ლიტერატურულ ფესტივალზე აჭარაში, მაღალმთიან აჭარაში, ხულოში. ეს გახლავთ ფესტივალი ზეკართან, რომლის ხელმძღვანელი გახლავთ ვახტანგ ბერიძე და ეს ფესტივალი საკმაოდ უკვე ათეულობით წლებს ითვლის. და სოფო იყო მოწვეული ამ ფესტივალზე როგორც მთარგმნელი, როგორც დამწყები პოეტი, როგორც ემიგრანტი, რომელიც ანუ საერთაშორისო დონის გახლავთ ეს ლიტერატურული ფესტივალი და მე თბილისიდან ჩასული როგორც ადგილობრივი ქართველი პოეტი. რა თქმა უნდა, ჩვენ დავმეგობრდით რაღაცა საერთო აზრები და ჩვენი დამეგობრება წავიდა იქამდე, რომ შემდეგ უკვე საქმიანობაში გადავიდა, ჩვენ ვთარგმნით. სოფო მეხმარება, მე ბწყარედიდან ვთარგმნი, იტალიურიდან ქართულად ვთარგმნით და ასევე ქართულიდან იტალიურად. და აი 9 წლის ემიგრაციის 9 წლიანი ემიგრაციის შემდეგ აი უკვე მეორედ ჩამოვიდა და აი იმ ფესტივალის შემდგომი ნაბიჯები უკვე ეს პერიოდი არის მაქსიმალურად ვცდილობ რაღაცა ერთი კვირით ჩამოსული ადამიანი არის და გაიცნოს საზოგადოებამ წარდგენა იყოს და უღრმესი მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ რომ ამის საშუალება მოგვეცით. პირიქით მე მადლობა ნინო, იმიტომ რომ საერთოდ ჩამოსული ადამიანები, ემიგრანტები
იმის მარტო ჩემი გადაცემით კი არა, ძალიან დიდ ყურადღებას უნდა იმსახურებდნენ, გარემო პირობები უნდა იყოს ისეთი, რომ ყველა ტელევიზია აი გაფაციცებული უნდა ელოდეს და კითხულობდეს, ვინმე ხო არ ჩამოსულა, მით უმეტეს, როდესაც არის ადამიანი აი ასეთი დამსახურებებით, ნამდვილად დამსახურებებია. ეს პატარა ამბავი არ არის უცხოეთში, უცხო ქვეყანაში მიაღწიო იმდენს, იქ დაამთავრო უნივერსიტეტი, დაეუფლო ენას იმ დონეზე, რომ დაიწყო მთარგმნელობითი მუშაობა სერიოზული და ქართველი ავტორების ლექსები შემოქმედება თარგმნო იტალიურად, იტალიელი საზოგადოებისთვის, ანუ იტალიელები ძალიან მაღალ გემოვნებიანი, ახლა მოგეხსენებათ და ყველა მიცის ეს, რომ ძალიან მაღალი გემოვნების ადამიანები არიან და იმათთვის თარგმნო თან რთულია სათარგმნად ქართული, ხო? ძალიან დიდ შრომას მოითხოვს. ამას ყველაფერს ნელა-ნელა გზადაგზა ვისაუბრებ. ძალიან დიდი მადლობა სოფო მობრძანებისთვის. მადლობა თქვენ, მივესალმებით სრულიად საქართველოს, მოგესალმებით. ჩემთვის რომ მოგეთ ბედნიერი დღეა, იმიტომ რომ პირველად ვდგავარ ესე მაყურებლის წინაშე. და დიდი პატივია, რომ ანუ ექსკლუზივია ჩემი გადაცემა. რა თქმა უნდა, და დიდი პატივია ნამდვილად, რომ ვზივარ ახლა პირდაპირ ეთერში და აქედან ვესალმები ყველა ჩვენს საყვარელ ადამიანებს და სულეთ საქართველოს. იმედი მაქვს, რომ მომავალში აუცილებლად დიდ საქმეებს გავაკეთებ. აუცილებლად მეკიდებით, რომ მომავალ ჩამოსვლისასაც საქმიანად და მეგობრულად. აუცილებლად. სოფო, აი წეგან თქვი, რომ 2018 წელს წავიდა სოფო იტალიაში, ემიგრაციაში. რატო წახვედი? როგორც ყველა ემიგრანტი წავედი, იმიტომ რომ იყო პრობლემების გამო და ძალიან კარგი თანამდებობის პირი ვიყავი და წავედი, იმიტომ რომ იყო პრობლემა. აი მოვყვეთ ახლა ჩვენ გზა საქართველოდან. აი ის გზა საქართველოდან წახვედი და დაგვდა ემიგრაცია, ხო? აი რა გზა გაიარე დღემდე? გზა საქართველოდან ემიგრაციამდე იყო ძალიან რთული. ვიტყვი რომ ძალიან რთული. ყველა ემიგრანტის წინაშე ვიხდი ქეთს, იმიტომ რომ სიტყვა ემიგრანტი მხოლოდ სიტყვები არ არის. რა თქმა უნდა, ძალიან რთული ცხოვრება და მოვიკითხავ აქედან უკაცრავად, ძალიან ბევრი მეგობარი მყავს იტალიაში. დიდი სიყვარულით ყველას მოვიკითხავ, მიყვარხართ და მინდა რომ ყველა მალე დაბრუნდეთ ოჯახებში. ძალიან დიდი მადლობა. გინაცვალე. გავაგრძელებ, ძალიან რთული იყო ემიგრაციაში ჩემი წასვლა, იმიტომ რომ დავტოვე 9 წლის შვილი და ეს ყველაფერი იყო ერთადერთი ვსდოვებ, მიდიხარ, მე იქ ხვდება მამიდაშვილი და მხარ ვიყავი უცხოსთან. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხატო მას თქვენი ეთერით. ჩემს მაკაშა მათავას, რომლის დამსახურებით მოვხვდი ძალიან ცნობილ ოჯახში და მათ აიღეს პასუხისმგებლობა ჩემზე და გოგონამ, რომელმაც არაფერი არ იცოდა, ფაქტიურად მას შეასწავლეს ყველაფერი. ყველაფერს ბედი უნდა რა, ნინო, ხო ხარ გაუმართლა, ხო? ნამდვილად გამართლა ჩემმა მამიდაშვილმა. ასე ვთქვათ, რომელიც იმ დროს, როცა ქართველები არ იყვნენ ემიგრაციაში, ერთი-ორი იყო წასული, მაშინ იქ იმყოფებოდა და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მას. მე უკვე თვითონ პროფესორები იყვნენ, ოჯახის წევრები და მათი დახმარებით ხელშეწყობით დავჭექე მაგიდასთან და შევისწავლე ეს იტალიური, მე სკოლა კოლეჯი და ასე შემდეგ. მოყვა ყველაფერს აღმასვლა. ანუ აღმასვლა მოყვა. იცი რა, ხელშეწყობა ერთია, მაგრამ თვითონ ადამიანს თუ არა აქვს, იცი რა, შენ თუ არა გაქვს ამის მოთხოვნილება შინაგანად, რომ აი უნდა განვითარდე, აი ამას უნდა მიაღწიო, ის კი არა რომ მარტო სამუშაოდ რო ჩახვედი იქ დაუშვათ, ხო? მუშაობის პარალელურად ამას ყველაფერს აკეთებს ადამიანი. რა თქმა უნდა დააღლილი სამსახურის მერე, რომ ანუ ეს არის მიზანდასახულობა ძალიან დიდი და
რო თხოვ შენ თავს, რომ აი იმას უნდა მიაღწიო აუცილებლად. ვფიქრობ, ოცნებების უნდა გვეშინოდეს და მართლაც ახტა ეს ოცნება, რაც მქონდა მიზნად. არ უნდა გვეშინოდეს უბრალოდ. ხო, არ უნდა გვეშინოდეს, ხო, უნდა დავისახოთ ოცნებები და ბოდისფიხტი შემეშალა იმდენად ბედნიერი ვარ, რომ ის ოცნებები რაც მქონდა, ნელ-ნელა მივიღე და დამიბრუნდა ძალიან კარგად. მე ვფიქრობ, რომ თითოეულ ემიგრანტს მიუმართავ თქვენი ეთერით, რომ არ უნდა დანებდეთ. არ არის ის, რომ თქვენ ოჯახში მუშაობთ, ის მარტო, რომ თქვენ ვერ წაიღებთ თქვენს ცოდნას და ვერ განავითარებთ, იმიტომ რომ უნდა ისწავლოთ, შეიძლება რომ ისწავლოთ და ოჯახებიც ამასში ხელს გიწყობენ. დამიჯერეთ. მომოდუნდებით და თქვენს ბიზნესს აუცილებლად მიაღწევთ. შემირჩევა ეს არის. რა თქმა უნდა, არასდროს არ არის გვიანი სწავლა და რა მაინტერესებს იცი სოფო? აი იქ ჩასულს შემდეგ უკვე შეიძლება იმ წუთში და ერთ რამდენიმე თვეში არა, მაგრამ მერე თუ გქონდა შეხება ქართულ დიასპორასთან. კი, და ვინ იყვნენ და რა ხელშეწყობა ჰქონდა? პირველად 2018 წლის მერე სანამ ენას ვისწავლიდი 2020 წელს გავიცანი ცნობილი ფილოსოფოსი და რედაქტორი დომენიკო პოლიტო, რომელმაც დამპატიჟა ფესტივალი. რის რედაქტორი გახლავთ? ციგნის რედაქტორი, გამომცემლობის რედაქტორი რომელიც კი ლეონიდ ედიციონი, რომელიც კითხულობდა ჩემს ნაწერებს. მითხრა რომ სოფია მე ვიცნობ ვახტანგ ვერიძეს, მივესალმები ვახტანგს, ჩემს სიას და ბათუმელებს საერთოდ სულ ყველას, გაბატონ ბელას, ბატონ ვახტანგს ბოდის მოვიხდი რომ არა პირიქით გიერთდები დიდი სიამოვნებით ჩემს კლონს ქალთაზიანეს სულმანიძეს. აი ძალიან დიდი სიყვარულით მოვიკითხავ ჩემს ბათუმს. ჩემი საყვარელი ადამიანები არიან ყველა ვინც ჩამოთვალეს სოფო და გიერთდები მოკითხვაში დიდი სიამოვნებით. ბოდის ვიხდი ყველა სახელს ვერ ვლაპარაკობ პირდაპირ ეთერში, მაგრამ გიგზავნით ძალიან დიდ სიყვარულს. იმიტომ რომ როცა ჩამოვიდნენ ეს ადამიანები, მეც თან მოწვეული ვიყავი იტალიელი დომენიკო პოლიტოს მიერ და დომენიკო პოლიტო მოვიკითხოთ აქედან. მოვიკითხეთ დომენიკო პოლიტო და შევხვდი ამ საოცარ ადამიანებს. ერთი სიტყვით ჩვენ დავმეგობრდით. დიახ. მაშინ გავბედე პირველად წამეკითხა ჩემი პატარა ლექსი და მივიღე ეს ერთი ფრაზა. საწერკალამი არასოდეს არ უნდა დააგდო და გავბედე აი იმის მერე წერ. აღმასვლა და გამომზიანება ჩემი ლექსების გააკეთა ჩემმა ნინომ, ჩემმა დამ, რომელიც არა ერთი სიტყვას ნუ ჩამომართმევ, მე მინდოდა ეგ მეთქვა. ერთი წუთი არ წამართვათ. ანუ რატომ არის ნინო კიდევ ერთი დიდი მიზეზის გამო, მნიშვნელოვანი მიზეზის გამო, რომ ეს ორი ადამიანი დადნაფიცები გაყვა, სერიოზული დადნაფიცები. რა ვიცი, ძმადნაფიცობა და დადნაფიცობა თუ კიდე არსებობდა, არ მეგონა. ერთი კოლხი და მეორე ქართლელი. ხო, ქართლელი და კოლხი დადნაფიცები. ხო და ნინო, მოდი აი დავახასიათოთ შენი დადნაფიცი. როგორც პიროვნება, როგორც შემოქმედი, ზოგადად როგორ მოხდა ეს, როგორ შეხვდით და აი როგორ მოგაფიქრდა, რატომ მოიფიქრე, რომ უნდა დადგაფიცულიყავი. ესე იგი შენ მასში რაღაცა ისეთი აღმოაჩინე, რომ არ გინდოდა მისი ცხოვრებიდან გაშვება, ხო? გინდოდა შენი როგორც შენი საკუთარი და აი საკუთარი სისხლი და ხორცი რო ყავს დედმამიშვილი, აი ისეთი გინდოდა რომ ყოფილიყო შენთვის, ხო? ძალიან დიდი ბედნიერება. ძალიან. როგორც უკვე აღნიშნე, სოფიკო გავიცანი ბათუმში, აჭარაში, აჭარის მთებში ძალიან ცოტა ხანს გქონდა ურთიერთობა, რამდენიმე დღე და აი ძალიან ბევრი მონაწილე იყო, საკმაო რაოდენობა იყო, მაგრამ რაღაცნაირად ჩვენი ურთიერთობა გამორჩეული იყო, სხვა რეჟიმში წავით და კერძო თითქოს მოსწრებაზე ვიყავით, დილას გამეღვიძებოდა დილის 6 საათზე, მამალი როცა ყველას ეძინა. რა საყვარელი ფესტივალს ეძინა, გამეღვიძებოდა
გავიქცევდი. რა სოფელი იყო რაღაც 300-იანი. აი 300-იანი სოფელი რო იყო მახსოვდა. და ეს მე სასტუმროში ვიყავი სოფო გვერდით სახლში და გავიქცეოდი იმ სახლში ეს სოფო უკვე მოწესრიგებული ყავას. მომამზადებდით და ტკბებოდით ამ ნისლიანი მთების ხილვით და საუბრობით ეს იყო რამდენიმე დღე იქ სოფო როგორც პოეტი არ იყო წარდგენილი როგორც პოეტი. უბრალოდ ყველა შემოქმედებას ეცნობოდა, ყველა შემოქმედებას უყურებდა, მაგრამ ისეთი განცდა ჰქონდა, თანაგანცდა რასაც ქვია, რომ აი მაშინათვე მივხვდი რომ ის წერდა, მაგრამ მან ეს არ გამოამჟღავნა. როდესაც ეს ყველაფერი დასრულდა, რა თქმა უნდა, თავდაბლობა ძალიან დიდი პლუსია, მაგრამ როცა საჭიროა უნდა გამოამჟღავნა. აი შემდეგ უკვე 1 წლის შემდეგ ჩვენ აღმოჩნდით ფესტივალზე იტალიაში. ისევ ერთად ეს გახლავთ პრემიერა უღრმესი მადლობა ამისთვის ბატონ ნუგზარ ჭიაბერაშვილს და მოვიკითხოთ ბატონი ნუგზარი რომელიც ამჟამადაც იტალიაში მიბრძანდება. მიბრძანდება. კი მიდია. მე მეც უნდა წავყოლოდი, მაგრამ რაღაც სხვა საქმეების გამო ვერ და ამ ფესტივალს უმასპინძლა ქალაქ მატერაში ასევე ქართველმა ემიგრანტთა ჯგუფმა, რომლის ორგანიზატორი გახლავთ თამარ კაკაურიძე, ასევე ჩვენი უახლოესი მეგობარი. იცით, ქალბატონო ციცი, მისი მეუღლე ბრუნო ფინამორე, რომელიც შემდეგ ბედანუგზარმა მოვნათლეთ ქრისტიანულად. კი, ვიცი ეს ანუ ამით იმის თქმა მინდა, ასევე თამართან ერთად, რა თქმა უნდა მოვიკითხოთ მატერის ემიგრანტები, რომლებიც ყოველთვის ჩვენს გვერდით იყვნენ, რადგან სიტყვა მოიტანა და ისინი უღრმესი მადლობა იმ დიდი სიკეთეებისთვის, რისთვისაც გვეხმარებოდნენ, როდესაც ჩვენ იქ ვიყავით. ერთი კვირა ვიყავით მატერაში. აი იქ უკვე მოხდა ისე, რომ სოფომ წაიკითხა ძალიან იტალია. ეს არის საოცარი ქალაქი, ქვის ქალაქი და ჩვენმა ემიგრანტებმა იმდენად ყველაფერი გვაჩვენეს, ყველა სხვადასხვა ქალაქები მოგვატარეს. ასევე აი ბარიდან დაიწყო ჩვენი მოგზაურობა, ქალბატონი ფიქრია კუჭუხიძე დაგვხვდა იქ ძალიან ძვირფასად. შემდეგ ქალბატონები მანანა, ტასო, ინგა არ მინდა მართლა ვიღაც გამომრჩეს ხო სოფო. იმდენად ძვირფასი ადამიანები არიან ისინი ჩვენთვის ყველა თითოეული. და მოხდა ისე რომ სოფომ იქ უკვე გამოაჩინა ეს თავისი ლექსები. შევამჩნიე რომ ძალიან ღრმა არის, ძალიან ფიქრიანია, ძალიან სენტიმენტალურია, სხვანაირადაც ვერ იქნებოდა, იმიტომ რომ მას აქ შვილი ყავს, ერთადერთი შვილი დედა, მამა, ამ დიდი წელი არის წასული და თანაც მე დავინახე ის, რომ სოფო არის უზომოდ მზრუნველი და გამოვტყდები და ვიტყვი, რომ იშვიათად არის ჩემს ცხოვრებაში, ჩემი მეუღლე არის. ამისათვის რომელიც ჩემზე ზრუნავს, ყოველთვის ალბათ კარგია, როდესაც პირიქით ადამიანებზე მე ვზრუნავ ხოლმე და აი იქ ვიგრძენი, რომ სოფო ჩემზე ზრუნავდა. საყარელი ხარო, სოფო სადღეზე სხვა ყოფილიყო. ელენერო ყოფილიყო. ისიც დაიწყებდა შენზე ზრუნვას. მოკლედ ამან განაპირობა ხოლმე შენზე რაღაცა ის ძალიან მაგარია. ამან განაპირობა არა მხოლოდ იმან რაღაც აი სულიერი კავშირები ჩვენს შორის ძალიან დიდი და ადამიანები გრძნობენ ამას. თუ ხარ სულიერად ახლო. და სოფო იყო პირველი, ვინც მე მითხრა დაო ესეთი სიტყვა, ჩემთვის არავის არ უთქვას, იმიტომ რომ მე და არ მყავს, ერთადერთი ძმა მყავს და ჩემი ძმა ვეფხო და ვეფხოს შემდეგ ორი ძმად ნაფიცი ვახო და გიორგი ხორბალაძე, ვახტანგ ბერიძე და გიორგი ხორბალაძე და აი სოფო გახდა ჩემი და ღმერთის შენ მდიდარი ხარ კაცო ერთი და დავიკერა. ეს ხო. ეხლა მე თვითონ ვიღაცა სამეული ვიდად ნაფიცი და ვიძმად ნაფიცო, იმიტომ რომ ყოფილა თურმე კიდე კაცო, მე არ ვიცოდი თუ აი ჩვენ შემთხვევაში მოხდა ესე, რომ ნამდვილი ქართული სისხლის შერევა მოხდა ალბათ, ესე ვიტყოდი. კი და ასევე ჩვენი იაკო გაიჭერით ხელები გამახსენოთ ჩვენი იაკო თავარქილაძე, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ჩვენს დამეგობრებაში და უღრმესი მადლობა. არის ჩემი და რაღაცა ესეთი სამეგობრო ამბავი არის და ძალიან სასიამოვნოა ვარ მე, ჩემი პატარა ბერიძე, რომელიც არ მყავს ჯერჯერობით ნანახი არ ვარ ბათუმში, ჯერ არ მივსუვალ და იმედი მაქვს მალე ჩავალ და ჩავეხუტები. მომიკითხეთ ბათუმი რო ჩაყავთ დიდი სიყვარული. ბათუმიდან დაიწყო ფაქტობრივად ყველაფერი აჭარიდან. ჩემი არის რაღაც არაჩვეულებრივი ადამიანი და
ვინც ჩამოვთვალეთ აჭარის მწერალთა კავშირის წარმომადგენლები ბრძანდებიან და მისი ხელმძღვანელიდან ბატონი დავითიდან დაწყებული ყველას დიდი პატივისცემა ჩემგან. ძალიან ბედნიერი ვარ, ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ უფლის საჩუქარია ეს ადამიანები ჩემს ცხოვრებაში. რახან საუბრობთ ბათუმელებზე და ბათუმზე. თქვენ გაქვთ ბელაქებურიას ლექსები იტალიურად ნათარგმნი. ამაზე ერთი-ორი სიტყვით რომ ვისაუბროთ. რაც შეეხება თარგმანებს, მე როცა დავიწყე ჩემი ლექსების თარგმანები, დამიკავშირდა ქალბატონი ბელა და მეუბნება რა ესეც სიტყვას. სოფუნა, ესე იცის ხოლმე და ძალიან საყვარელია. ჩემო სიხარულო, უნდა დაიწყო თარგმანები შენ და რაღაცა და ჩამიყარით თქვენი ლექსები, მე ვთხარი ნელ-ნელა და ავედით ესე 30 ლექსი ვთარგმნით ნელ-ნელა. ქალბატონმა ბელამ გამოსცა რამოდენიმე ენაზე თავისი წიგნი და ამ წიგნში არის შესული ჩემი იტალიურად 30 ლექსის თარგმანი და ისეთი ბედნიერი ვიყავი, იმიტომ რომ პირველი გამომცემობა იყო ეს ჩემთვის და ძალიან რა ბედნიერება, მე ვიღაცები დამპირდნენ. ლექსებიც აქვს სოფიკოსთან. ვიღაცები დამპირდნენ რომ ჩემი ნოველები ითარგმნება. არა, ეხლა თქვენ გავხართ ნამდვილად მხედველობაში. სხვები. ხო და ველოდები ახლა ვნახოთ აბა. საუბრები გალაქტიკიდან ესე ქვია. ბელას ამ წიგნს ძალიან მაინტერესებს და იმედი მაქვს. სოფოს აქვს ასევე ჩემი ლექსები ნათარგმნი და ერთ-ერთი ჩემი ლექსი ციციკორე, რომელიც ძალიან ძველი ლექსი არის და ცნობილი არის. ნუში ანგელოს ციციკორე აღმოჩნდა იტალიელი. შეიძლება რომ ეს წავიკითხოთ? თარგმანი და წამომიდიანი ნოთორე. ალესანდრო რუსო არის ასეთი პოეტი იტალიელი, რომელიც ამას კითხულობს, ამის ჩანაწერი არის, ფესტივალზე გამოიტანა და წაიკითხა. ერთი ეს გამაგებინეთო, ყველაფერი გავიგებ, მაგრამ რას ნიშნავს ციციკორე, რას ნიშნავს შიოლა და რას ნიშნავს ფუფალა? სახელები მაინც ვერ გაიგო. ვერ აღიქო და შემდეგ ყველაფერი მოუყევით და მადლობა. საერთაშორისო ეს ლექსი ნინო მან წაიკითხა იტალიის საერთაშორისო დღეზე, სადაც ესწრებოდა სადღაც 60-მდე პოეტი, ძალიან ძლიერი პოეტების მასა და აღნიშნეს, რომ იყო ძალიან ძლიერი ლექსი. ფილოსოფიურადაც და ისედაც აზროვნებით აზრობრივად გადმოცემული და უფრო ფილოსოფიურ მხარეს აქცევენ ისინი ყურადღებას და თავისუფალი უნდა. ხო, ჭკვიანი ხალხია და თავისუფალი უნდა იყოს. იგივე ალესანდრო რუსოს ლექსები იბეჭდება 4 ივლისის ნომერში გამოვა ლიტერატურაში. კი, ძალიან დიდი მადლობა ამისთვის რედაქციას, მისი ბიოგრაფიით გამოდის, რაღაცა ხიდივით გაიგო. ამაში რა თქმა უნდა პრემია იბერიას ლიტერატურა სიყვარულის ხიდი, ურთიერთობის ხიდი ადამიანებს შორის, შემოქმედებითი ხიდი, გაცვლა, ხო? შენ უცხოელების იმას ეცნობის შემოქმედებას, უცხოელები შენ შემოქმედებას ეცნობიან და ასე შემდეგ და ეს არის ძალიან დიდი საქმე და ადამიანებში აბა სიყვარული საიდან მოდის? თუ არ გაიგო იმან ჩვენ რასული გვაქვს, მე თუ არ გავიგე ის რასულის ადამიანი აქვს, ეს სიყვარული აერიდან ხო არ მოდის მე? არა. აი ახლა სოფო მინდა რომ წაიკითხო შენი ლექსები, იმიტომ რომ ვიცი რომ ძალიან ლამაზი ლექსები აქვს, ხო? აბა გისმენთ? მინდა წავიკითხო მონატრებაზე, რომელიც მაქვს დაწერილი. დიახ. აბა წავიკითხოთ. იანვარია ზამთრის სიცივე, ხარში შიშველი ტოტები ქრიან. სიშორისა და სიცივის მორევს, რომ გადაცურა ვიქნება გვიან. ქარმანისლებში შემიყოლია, შორს გადამაგდო, გლანდავ უხართან. ხედავ თაფლისფერ მათსა და ოლარს, ისეთი სათნო ნეტავ თუ ხარღა. გული ამ ღამეს ათევს ფიქრებში და ყველა წუთის სიცივეს აფრქვევს და ვერ გადმოხვალ ამ თევს იმ თევში, რომ ჩავიკარგოთ და შორს გზებს ავყვეთ. გზნობა, რომელიც მე მახლავს ასე, გასდა ამ გულის და სულის საზღვრებს, ირგვლივ ცარიელ დუმილებს ავსებ და გამუდმებით, წყალივით მამყვრებ.
იანვარია ზამთრის სიცივე ქარები სულში დაქრიან თეთრად ზეცა უშენოდ ვეღარ ციმციმებს თვალიც ჩამქროლა უშენოდ ერთხანს ზღვის ხმაურია აშფოთებს ტალღებს გულზე ცუნამა გადამიარა გათოშილ ფსკრებს და ღრუბელი არწევს სულში სიცივე უკავ დამიარა მე შენ მიყვარხარ ძლიერ მიყვარხარ გზნობას გარინდოს ბინდბუნდი აწევს ცივა გაღინოს შენ ერთი მყალხარ დავად მყოფიც შენ გიწერ ლექსებს ცოტა ხმამაღლა რო წავიკითხო შეიძლება თორე აი არ ვიცი ძალიან ისე 7 რა თქმა უნდა 7 ხმა კაია მაგრამ რაღაცა სულში შემეხო ძალიან ტკივნეულად რაღაცა ის ჩუმად ისედაც რამხელა განცდა და ძალიან დიდი განცნობები გადმოცემული აი ეს რა არის რა სიშორეა ხო რა სიშორეა რომელიც დაუწერე ჩემს დედიკოს აბა დედა რომელმაც ძალიან ბევრი გაკეთა ჩემთვის მე შემოგევლე შენ აი ამ ხმის ათთოლებას ვერ ვუძლებ მე თუ გინდა ცოტა გაიაროს ნინო გაიაროს და მე წავიკითხო ნინო შენ ლექსი მინდა ახლა 1-2 შემოგვაშველე ვიდრე ეს ემოცია ცოტა დაცხრება მე მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი ახალი კრებული აღამე ბოლო ამ ეტაპზე და ახალი ლექსებით არის შექმნილი 21 ივნის არის პრეზენტაცია მწერლის სახში ჯერ არ ყოფილა კი ბატონო და წაგიკითხავთ აბა რომ წუხელ მინდოდა მომეწერა რომცა ირევა რომ შესაძლოა იწვიმოს და ან დაითოვლოს რომ ჩემი გული ზამთრის პირზე მოცარიელდა და შესაძლოა წეროებმა თან წაიყოლონ რომ ზამთარია ზოგჯერ ჩემით ისე მშიერი ხეთა ტოტების არ სჯერდება სულის ხმიადებს და რომ ცხოვრებას შენით სავსეს ისე მივები შენი ზერიდან ზომავ ფიქრებს დღის მირიადებს მაგრამ წერილებს ბედი დახვათ ბაბუა წვერის სულს უბერავენ თითქოს კონდეთ ნება ამისი და ის სიტყვები რომ კვდებოდნენ როცა გიწერდი წამოკრიფე და სათითაოდ სულში ჩავისხრი მაშ დაუწერელ წერილს რაღა დანაღლებს ცები ან და თოვლია თუ წვიმების არზადებს სადმე რომ უთქმელობით ამოვსებულს არ გამეცლები რომ ამინდივით არეულიც ბოლომდე გწამდი არაჩვეულებრივი ნინო არაჩვეულებრივია წარმატებებს გისურვებ ჩემო კარგო წარმატებულ წარდგენას გისურვებ შემოქმედი ადამიანისთვის დიდი სტიმულია კითხველი ხო და აი კითხველის აღიარებას გისურვებ უღრმესი მადლობა ჩემო კარგო დავწყნარდით წავიკითხოთ აუცილებლად ხოლო სერდისთვის დაუთმია ოქტომბერს დარი რა სიშორეა ჩანს შორეთის სავალი გზები დღენაკლულია ამ ცხოვრების ტრიალი წლები დავალ ქუჩებში ვაცოტავე ვისევ სავალ გზებს და მეფიქრება დედა ჩემის სათნო ღიმილზე ის იჯდა ჩუმად შემავლებდა ფიქრიან თვალებს დედის ლოცვები წაეკითხა ხატებთან ცრემლით ხელი გაშალა სიყვარულით გულში ჩამიკრა მერი ცრემლები მომარი და შორი გზა გაგვსო დედა შვილობა ფენომენი სიყვარულია ვერც კი შევძლებდი დამეხადა დედის თბილიმზე ვერც კი შევძლებდი მომექარგა მისი სხივები არ მესაუბრა მის უდიდეს უანგარო ზღვას სიყვარულზე მაგრამ შევძელი თქვენთვის მეთქვა რომ მე იგი მყავს რა სიმშვიდეა მზეც მწველია ოქტომბრის თვეში და სიშორეა სიშორეში სავალი გზებით ბრავო არაჩვეულებრივი გოგო ხარ ბრავო მოვიკითხოთ დედიკო დედა მოგიკითხავთ ძალიან დიდი იმედია დედა ბედნიერები ხართ რომ დედა გყავთ მადლობთ მე სამწუხაროდ ძალიან ადრეული ბავშვობიდან არ მყავს 6 წლის ვიყავი და თუ კი რამე მშურდა ცხოვრებაში ადამიანების აი ეს მომენტი მშურდა დღემდე ანუ მშურდა როგორ ხა კი და მოვიკითხოთ დედიკოები აუცილებლად დედა მიყვარხარ და მადლობა ყველაფრისთვის ძალიან დიდი მადლობა მეც მიყვარხარ
ღმერთმა დიდხანს გიმყოფოთ და წარმომიდგენია ახლა დედის განცდები და შვილის განცდები როცა არ ხარ კი მათ გვერდით რა თქმა უნდა ეს არის ურთულესი ეს არის ემიგრანტის ცხოვრება ეხლა ვისაუბროთ ნინო იმაზე რომ თქვენ მოდიოდით დასავლეთ საქართველოდან რომელშიც ჩატარდა ლიტერატურული კონკურსი თუთა ფესტივალი უკაცრავად თუთა იქ იყავით მონაწილეები და აი იქ დაიბადა გზაში დაგებადა აი ხა მოყევი როგორ დაგებადა გზაში და როგორ შედგა აი ეს გადაცემა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამისთვის ციცი აი ჩვენ როდესაც ვიყავით წალენჯიხის ლიტერატურულ ფესტივალზე მე ჩემს მეგობრებთან ერთად და დღეს რაღაცა ისე გამოდის მოკითხვების დღე გამოდის მოდით მოვიკითხოთ ჩვენი წალენჯიხელი მასპინძლები მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი კულტურის ცენტრი თავისი ძვირფასი ადამიანებით რომლებმაც არაჩვეულებრივი დღეები გვაჩვენეს ტერენტის მუზეუმში ლეო ქიაჩელის მუზეუმში სასწაული დღეები გქონდა ფაქტობრივად იმ ფესტივალში ხმამაღალი ნათქვამი თუ არ იქნება სოფო ესეც იდეაც ჩემი იყო რომ სოფო იმ ფესტივალზეც მოხდა აჭირდება იქაური არის და ძალიან კარგად იცნობენ მაგრამ რაღაცნაირად ასე მოხდა და რამდენხნიანი იყო სამდღიანი ფესტივალი იყო ძალიან ლამაზი დღეებით და როდესაც წამოვედით იქიდან მატარებლით მოვდივართ და წვიმ და ღამე არის ძალიან გვიან კაია ესე იგი ხა რაფხელა რომანტიკაა წვიმა მატარებელი მგზავრობა და თან ორი პოეტი ადამიანი საუბრობს სოფო მოდის თბილისში გადაწყვეტა რომ რამდენიმე დღე რაღაც თავისი საქმეებისთვისაც წამოვიდა იქ საბუთების თემა არის რომელიც პირადი არის და იქ წასაღებად აქ უნდა მოეწესრიგებინა და ისე გამოვიდა რომ მე ფიქრობდი რომ რა შეიძლება კიდე გავაკეთო ამ ადამიანისთვის რომ წავიდეს ხო ხვდებით რას ვამბობ რომ აი წავა და ხოლმე ხა თბილისში რომ ჩავედი ნოტარიუსთან კი არ ვიყავი მაგრამ რაღაცა და აი უცბად გამახსენდით ქალბატონო ციცი გამახსენდა ის რომ ვთქვათ მეჩხობები მოდი ჩემს გადაცემაში და ვაიმე ვერ დავაყენე საშვები და ვიფიქრე რომ ციცი კომპენსაციას რაღაც კომპენსირებაზე წავედი რომ ჩემს მაგივრად მინდოდა სოფიკო მოგეწია მაგრამ შენ ვერ ხო მე ორივე და შედგა ძალიან კარგი რა თქმა უნდა იმიტომ რომ ისა რა ქვია როგორ თქვა ტანდემი დაიგეგმა ესე იგი ამით რა მინდა რომ თქვა და აი ხაზგასმით მინდა თქვა რომ ლიტერატურული ფესტივალები ძალიან გთხოვთ გამგეობებს მერიებს ყველას გთხოვთ დააფინანსოთ იმიტომ რომ ლიტერატურულ ძალიან მნიშვნელოვანია ფესტივალები ადამიანები ერთმანეთს პოულობენ ადამიანები ძალიან კარგ გეგმებს სახავენ ახორციელებენ იქ ისახება მეგობრობა ნათესაობა აგერ ადამიანი მოუნათლეთ ჩამოვყავთ მართლმადიდებლად გადაიქცა და ვაზიარეთ ნუ გზა ჭიაბერაშვილმა აზიარა ეს ჩვენი ნათლული ვიდრე იტალიაში დაბრუნდებოდა და ძალიან დიდი ამბავია მეგობრობის ნათესაობის ამბები ფორმირდება და ძალიან დიდი არის აი ლიტერატურული კონკურსები ხო კიდე სხვა რაღაც არის მაგრამ ფესტივალები არის ძალიან მნიშვნელოვანი და იმის თქმა მინდა რომ ფესტივალებზე ახალ-ახალი იდეები იბადება ახალ-ახალი იდეები ხორციელდება სოფო მე გავიცანი მე თქვენ გაიცანით თქვენ კიდე რაღაცა და სიყვარულის ჯაჭვი იქმნება და რა ვიცი მაინც სამყაროს შემოქმედამდე მივდივარ აგურზე აგური ასე იდება და ყველაფერი უფლისნება არის და ყველაფერი ასე შენდება ღმერთამდე მიდის და უფლისნების გარეშე არაფერი ხდება რა თქმა უნდა თავარი ერთმანეთი ვნახოთ, თავარი ერთმანეთი აღმოვაჩინოთ. ელა გოჩიაშვილს აქვს ასეთი ძალიან ძვირფასი ლექსი. მიყვარს ქალბატონი ელა, მოვიკითხავ დიდი სიყვარული. საყვარელი პოეტი არის. წყალნი რომ წავლენ და წამოვლენ და ქვიშანი რომ დარჩებიან, განძი სად მიდის განძეული. ის განძი იმარხება და აი ეს დამარხული განძი უნდა ვიპოვოთ ერთმანეთში და მადლობა ქალბატონ ელას ამ სიტყვებისთვის. სულ ვფიქრობ ამ სიტყვებზე. ის დამარხული განძი უნდა ვნახოთ ერთმანეთის გულებში, ერთმანეთის ნიჭიერებაში ჩემო კარგო გამოვიტანოთ. ჩემო კარგო ამას უნდა უნარი. აი ამის პოვნას
შენ უნდა იყოს შენი მოწოდებით, სულიერებით იმ დონეზე, რომ შეგეძლოს და აი შენმა შინაგანმა მოგთხოვოს, რომ ის ამოწიოს ზემოთ ამოიტანა. და მე მყავს ამის მაგალითი ჩემი ნინო, იმიტომ რომ ამოწია ყველაფერი ჩემი, რაც შიგნით იყო და არ გამოდიოდა. ნინოა ამ ყველაფრის მზე. ჩემი მზე. ძალიან საწყის. მოიმედე და რასაც ამოვა ასე ერთმანეთის სიყვარულის გაცვლა გამოცვლითი ფრაზები, იმიტომ რომ ნინო მოგეხსენება რა აბდაუბდა დროში ვცხოვრობთ ქაოსში, სრულიად ჩვენ კი არა, სრულიად სამყარო დადგა თავდაყირა და სიყვარული აკლია. რა ვიცი, სიყვარული აკლია? არა, განააკლია. ფაქტიურად გააქრეს სიყვარული ადამიანი. ვერ გავიგე რა ხდება რა. ხო და რახან ახლა ჩვენ ფესტივალები ვახსენეთ, ფესტივალზე ვისაუბრეთ, აქვე პატარა განცხადება მინდა გავაკეთო. პატივცემულო ტელემაყურებლებო, რომ 21 ივნის, ესე იგი 6 საათზე მოზარდ მაყურებელთა მაში თეატრში, ნოდარ დუმბაძის სახელობის რა ქვია, მოზარდ მაყურებელთა თეატრში იქნება ჩატარდება ლიტერატურული კონკურს ფესტივალი ქუჯის დაჯილდოება, კონკურსანტების დაჯილდოება ძალიან სერიოზული ღონისძიება, ძალიან სერიოზული და მობრძანდით, დაგვესწარით, ძალიან ბევრს ისიამოვნებთ. ხო და აი ამ თუთას რა ფესტივალია ხო ეს თუთა? რამდენ ხანში ერთხელ ტარდება რა რანაირი ფესტივალი? თუთა წელს მეოთხედ ჩატარდა. მე მეორე ვიყავი. დიახ, ყოველ წელს ტარდება. თუთა არის ერთი და იგივე სოფელში ტარდება თუ სხვადასხვა რაიონში ტარდება და შემდეგ გასვლა ხდება სხვადასხვა ადგილებზე, სხვადასხვა ღირსშესანიშნაობებს გვათვალიერებენ. წინა წელს როდესაც ვიყავი მაგალითად ხვიჩას სახლშიც კი ვიყავით, ხვიჩა კვარაცხელიას სახლში. ვაიმე რომელნაირია? ეს არის ნაკიფუ. ნაკიფუში. ხვიჩა გაიზარდა, მინდა აღნიშნო ნინო მადლობა ამ სიტყვისთვის, ხვიჩა გაიზარდა. მოვიკითხოთ ჩვენი ხვიჩა კვარა გვიყვარხარ. არაჩვეულებრივი. სულ გამარჯვებით დედმამის შვილი. ჩვენ მის სახლში ვიყავით. მის დიდ ბებიასაც, ანუ ბებიას ფესტივალის ფარგლებში. და ჩვენ ძალიან ახლო კავშირი გქონდა ოჯახურად და ვიტყვი რომ მართლა არაჩვეულებრივი ოჯახში გაზრდილი, აღზრდილი ეთყობა, შვილი არის კვარაცხელია, ნაკიფუდან და ნათესაობენ ასე. კიდე ერთი ლექსი ხო უნდა წავიკითხო? არა, მე მიყვარს ერთი ჩემი პატარა ლექსია, ეს მინდა წავიკითხავ ამ ლექსს. ზოგს გზა დაეძებს და აქცევს კაცად. ზოგნიც ძებნაში იკარგებიან. რად ჯდება ნეტავს სიცოცხლის ფასად, გზის პოვნა, როცა ყველგან გზებია და ყველა ემიგრანტს ვუსურვებ, რომ ის გზა, რომელიც ძალიან რთულია, საპოვნელად გეპოვოთ და არ დაკარგოთ თქვენი ღირებულებები, თქვენი ქართველობა. პირველ რიგში ვიყოთ ქართველები, მერე ვიყოთ ევროპელები. ჩვენ ვართ ქართველები და მაშასადამე ევროპელები. ეს გავითავისოთ თავისუფლება, ევროპელობა პირველ რიგში არის, რომ ჩვენ ვართ ქართველები. მერე ვართ ევროპელები. მოგესალმებით, მივესალმები ბარის საემიგრაციოს ქალბატონ ფიქრია კუჭუხიძეს, რომელიც ძალიან ბევრ ამას აკეთებს ქართველებისთვის იტალიაში და ეხმარება მთლიან ემიგრაციას, მოაწესრიგონ საკუთრები და ასე შემდეგ, ცდილობს რაღაცით წინ წასწიოს ადამიანები, იმ ადამიანებს ქალბატონი ცინარი, რომელსაც სკოლის დირექტორი, ძალიან მაგარი ადამიანს და ყველა იმ ადამიანს ვინც ქართულ კულტურულ საქმიანობაშია ჩართული. ჩემ თამარ კაკაურიძეს, რომელმაც გაბედა არაჩვეულებრივი ქალბატონი, რომელმაც გაბედა და გააკეთა თავისი ფინანსები, თავისი ხარჯებით, რომ გაეკეთებინა იტალიაში, ქალაქ მატერაში, ლა მატერა, ასე ეძახიან. ჩამოვალ მე თქვენთან. რა თქმა უნდა, მოგზანდით. ნინოსთან ერთად. რომელმაც გაბედა და გააკეთა ამ ხელა ფესტივალი ბატონ ნუგზარ ჭიაბერაშვილთან ერთად. მადლობა, მე ვარ ბატონ ნუგზარ ჭიაბერაშვილის ისა რა ქვია ჯილდოს მფლობელი იმის პრემია ივერიის. მადლობას ვიხდი ამ ჯილდოსთვის. ეხლა გადმომცა ნინომ რომ ჩამოვედი და
ძალიან ბედნიერება რომ მიიღო ჯვარი და ნუ რა თქმა უნდა ახლა ბედნიერება სასიამოვნოა როდესაც დაინახავენ და დაგაფასებენ და მივესალმებით მთელ საემიგრაციოს სასიამოვნო იმას დაგახვედრებენ საემიგრაციოს რომელთანაც ურთიერთობა მაქვს ძალიან ჭიდრო იმიტომ რომ ზოგს საბუთი სჭირდება ზოგს დაკვალიერება სჭირდება ზოგს რაღაცა და ახალ ჩამოსულებს რა თქმა უნდა ძველ ჩამოსულებსაც სულ ვეუბნებით რომ გააკეთეთ საბუთები არ იცით ხვალდაზეგ რა იქნება მოწესრიგებულად არის სადღაც 2,5 მილიონი ქართველი ცხოვრობს და აქედან ვიტყოდი ალბათ 90% ზარი აქვს საბუთი და ძალიან სული შემიწუხდა სადღაც ცხოვრობს 2,5 მილიონი ქართველი მარტო იტალიის იქ იმაში და ჩემთან ქალაქში ვეღარ გამივლია არა იცი რა მე სტუმარი გამიგია სტუმარი ჩამოდი მიბძანდი კი ბატონო ძალიან სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და ერი ვართ მაგრამ ბიჭო ყიდულობენ მთელ რაიონებს და ფერადი ხალხის ის არის მენატრება ქართველი დავინახო სადღაც რა და სად 2,5 მილიონი ქართველი სადღაც ცხოვრობს კიდე საცხოვრობს კიდე რამდენი ქართველი ღმერთმა უწყის და საქართველოს არ არის ისა ქართველებით დახუნძლული აი ესეთი რაღაცები ძალიან მანერვიულებს და მაღიზიანებს ასეთი კურიოზი შეგვემთხვა როდესაც ვიყავით იტალიაში ქალაქ მატერაში მე და ჩემმა მეგობარმა გადავწყვეტეთ რომ ნაყინი ვიყიდოთ მაღაზიაში და წავედით შევედით ახლა ვარჩევთ ნაყინებს ხო ამაღლა რა თქმა უნდა ქართულად ვსაუბრობ და უცბად უკნიდან ვიღაც გონება აი ეს ნაყინი აიღეთ ქართულად გურჯაანის ნაყინი მატერაში კურიოზია ნამდვილად გურჯაანის ნაყინი მატერაში მოკლედ გოგოებო ჩემი გადაცემა თქვენი სტუმრობით დასასრულს მიუახლოვდა მე ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მომიხსენებია მობრძანებისთვის, აი ამ სიამოვნებისთვის მე ძალიან სიამოვნებს იმ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც არიან წლების მანძილზე სამშობლოდან შორს, იმიტომ რომ აი ჩემი მოთხოვნილება რომ რაც თითქოს რაღაცა სამშობლოს ნაწილი ვარ მე და მე მინდა რომ მოგეფერო შენ, რაც დაგაკლდა აი იმ წლებში, მე მინდა რომ რაღაცა აი ჩემი აი მოკლე ურთიერთობით რაღაცნაირად შევავსო და გაჩუქო ჩემი ადამიანური სითბო. ნინო, დიდი მადლობა აი ასეთი საჩუქრისთვის, მინდა წარმატებები გისურვო. მოვიკითხავ კიდევ ერთხელ სიყვარულით იტალიაში ჩვენ ქართველებს და არ ვიცი, მალე დაბრუნებულიყვნენ ყველანი. ნუ ეხა ეს სურვილი კია, მაგრამ ეხა ის როგორ იქნება და რა იქნება. მალე მოაგვარონ პრობლემები მაშინ. კი ბატონო, პრობლემები, კი ბატონო და თავარი ის არის რომ ქვეყანა დახვდეს ისეთი ნიადაგი აქ რომ დამაგრდნენ ქართველები და აღარ გაიქცნენ რა ნინო. მოკლედ ჩემი გადაცემა ამით დასრულებულია. მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, ღმერთი იყოს მუდამ ჩვენთან. მიყვარხართ. ნახვამდის. გემშვიდობებით, ნახვამდის. მადლობთ.